ასე რომ სნექები. არის. სასმელები. აქ არის. მუსიკა. არის. სამაგიდო თამაშების კოლექცია. არის. კარგია, ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება სახლში წვეულების მოსაწყობად. ყველაფერი ამელკას მშობლების ნებართვის გარდა. ვის ჭირდება ნებართვა? დედა და მამა არაფერი იციან. 2 დღე სახლში არ დაბრუნდებიან და თუ ნებართვას ვთხოვთ, ისინი ჩვენი მეთვალყურეობისთვის ვიღაცას აუცილებლად გამომგზავნიან. მაშინ აუცილებლად არ იქნება წვეულება. კარგი, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და აი სტუმრები, მე წავალთ მათ შესახვედრად და თქვენ დაასრულეთ მზადება. გოგოებო, გაიღვიძეთ, დილა. კიტი, ადექი. თავი დამანებე, დაცნება მინდა. ლუნა, შენც გაიღვიძე. დედა სკოლაში მეორე სმენაში უნდა წავიდე. კარგით რა, ყველაფერი დასალაგებელია. კარგი, ავდგები. ახლავე ავდგები. პირი უნდა დავიბანო, ჩაი დავლიო. ჩაის დალევის დრო არ არის. აიგეთ, თქვენი რიფთები და წადით. ყავასაც კი არ დაგვალევინებ? წადით აქედან. ახლა კი დასუფთავებაა საჭირო. სულ ესაა, ახლა ვერავინ გაიგებს, რომ წვეულება მოვაწყე. ვინ არის? მოქალაქე ამელია. დიახ, მე ვარ. ხმაურის გამო დაჯარიმდით. ხმაურის გამო? რას გულისხმობთ? მეზობლები გვიანღამით ხმამაღალ მუსიკას უჩიოდნენ. და ეს კანონდარღვევაა. ბოდიში, აღარ გავაკეთებ. ეს შენ ადრე უკვე მითხარი და მე შენ მაშინ გაგაფრთხილე. ჩემი მშობლები ხვალამდე არ დაბრუნდებიან, ჯარიმას ვერ გადავიხდი. ამ შემთხვევაში თქვენი სახლი დაპატიმრებულია. როგორ არის დაპატიმრებული? ის პოლიციის კონტროლის ქვეშ იქნება, სანამ არ გადაიხდით ჯარიმას. თქვენ რა, ქუჩაში გამაგდებთ? სხვაგან მოგიწევს ცხოვრება, სასიამოვნო დღეს გისურვებ. ვერ ვიჯერებ, რომ აი ასე უბრალოდ სახლიდან გამომაგდეს. კარგი, მე დავრჩები ჩემს მეგობრებთან, სანამ მშობლები არ დაბრუნდებიან. გამარჯობა, ამელკა. კიტი, შემიძლია შენთან ერთი დღე დავრჩე? ჩემთან დარჩე? რა მოხდა? მეზობლებმა წვეულებაზე დაიჩივლეს და სახლიდან გამომაგდეს. ბოდიში, ამელკა, ჩემთან ვერ დარჩები. რემონტი მაქვს. დაურეკე ლუნას, იქნებ მასთან დარჩე. კარგი, ლუნას დაურეკავ. გისმენ? ლუნა, შემიძლია შენთან ერთი დღე დავრჩე? უკაცრავად ამელკა, ძალიან მინდა, მაგრამ სასტუმრო ოთახი უკვე დაკავებულია. მინდა იკავა? ჩემი და ჩამოვიდა ჩემთან და ახლა თავისუფალი ოთახები აღარ მაქვს. შემიძლია მისაღები ოთახის იატაკზე დავიძინო, მაგრამ ჩემი მშობლები წინააღმდეგები იქნებიან. ისინი საკუთარ თავს მეგობრებს უწოდებენ, ჩემს სახლში რჩებიან, მაგრამ მათთან არ მიშვებენ. კარგი, ეზოში დავრჩები, სანამ მშობლები არ დაბრუნდებიან. სადღაც აქ არის წიგნი. როგორ გადარჩე მარტო გარეთ. ვიპოვე, გადარჩენა ქუჩაში. ეს აუცილებლად დამეხმარება. კარგი, პირველი ნაბიჯი არის დროებითი სახლის შექმნა. დროებითი სახლის შესაქმნელად ჭირდება ხე, თოკები. ეს ძალიან რთულია. არსებობს უფრო მარტივი გზაც. ეს ერთი ლამის გასათევად აუცილებლად გამოდგება. ნაბიჯი 2. იპოვეთ წყლის წყარო. ყურადღება, არ დალიოთ ჭუჭყიანი წყალი. თუ წყალი გაწმენდილია და ადუღებულია, მაშინ მისი დალევა შეიძლება. ასე რომ, სადღაც მქონდა პირველი დახმარების ნაკრები. აი ეს არის. აი ამით შემიძლია რომ წყალი გავწმინდო. ახლა სუფთა წყალი მაქვს. მას რა არის შედეგი გეგმაში? ნაბიჯი 3. იპოვეთ საკვები. ეს უფრო რთულია. ჯიბის ფული მარტო ძალიან პატარა პუნქტუშისთვის თუ მეყოფა. იქნებ უკანა ეზოში იყოს რამე.
რა არის ეს? ტელეფონს რომ არ პასუხობს? ო, იმედია მან იპოვა ადგილი ღამის გასათევად. შეგვიძლია მისი ნახვა? და თუ ამელკა სახლში არ არის, მის მშობლებს ვკითხავთ, სად წავიდა. ძალიან მსხვენია, რომ ჩვენის არ დავიტოვეთ. ო, მეც, იმედი მაქვს, რომ ის განაწყენებული არ არის. შეხედე, სად? აი იქ. ნახოთ, აბა რა არის აქ. ნახევრად შეჭმული ორცხობილები. გემრიელია. ეს რა? ამელკა? ის ქუჩაში ცხოვრობს? როგორ ჩანს? მოდი მას დაველაპარაკოთ. გამარჯობა ამელკა. მოღალატეები მოვიდნენ. კარგი ცხოვრება გაქვთ სახლში? უკაცრავად ჩვენ არ ვიცოდით რომ ყველაფერი ასე სერიოზული იყო. ჩვენ ვიფიქრეთ რომ იპოვეს საცხოვრებელი ადგილი. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ყველა ჩემი მეგობარი მოღალატე აღმოჩნდა. და რას აკეთებ ამ სანაგვეულნასთან? ვეძებს საჭმელს და სასარგებლო ნივთებს. შეხედეთ ამ სვიტრს. თითქმის ხელების გარეშეა. მოგწონთ? მაგარი ნამდვილად არა. და რატომ არ ყიდულობ უბრალოდ ახალს მაღაზიაში? მადლობა რჩევისთვის. მე თვითონ როგორ ვერ მოვიფიქრე ეს. ამელკა, თუ ფული გჭირდება, შემიძლია დაგეხმარო. აი, აიღე. ხუმრობ? ამ პურით ფუნთუშასაც ვერ ვიყიდი. ბოდიში, სულ ეს მაქვს. დარჩენილი ჯიბის ფული მთლიანად დავხარჯე. მისმინე, შენს ბაღში ხილის ხეები არ გაქვს? მაქვს, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ლიმონი ვიპოვე. დიახ, ლიმონის ჭამა ნამდვილად არ არის კარგი. ლუნა, გამო ერთი წამი. მისმინე, ამელკას როგორმე უნდა დავეხმაროთ. ჩვენს გამო გააგდეს იგი სახლიდან. ჩვენ აშვაში ვართ. მეზობლებმა იჩივლეს. დიახ, მაგრამ ჩვენ ჩავწეთ მუსიკა. მართალი ხარ, ამელკამ თხოვა არ ჩაგვერთო, მაგრამ ჩვენ მას არ მოусმინეთ. და ახლა ის ჩვენს გამო ქუჩაში ცხოვრობს. მე მაქვს იდეა, როგორ დავეხმაროთ მას. მოდი წავიდეთ. ამელკა, ჩვენ დაგეხმარებით. როგორ? ნებას მომცემ თქვენთან დავრჩე? არა, ჩვენ ასე ვერ დაგეხმარებით. დიახ, ეს ძალიან მეტისმეტია. რა? ნაგვის ქექვაში დავეხმარებით? ჩვენ დაგეხმარებით აქ. ეზოში დასახლებაში. დიახ, სახლიდან მოგიტანთ ნივთებს, რომ თავი კომფორტულად იცნო. კარგი, მადლობა მაინც ასეთი დახმარებისთვის. შვენიერია. დაგველოდე აქ. ჩვენ მალე დაბრუნდებით. ამასობაში დავფიქრდები, როგორ გადავაქციო ეს ლიმონი მილიონად. ჰეი, ამელკასთვის ნივთებს აგროვებ? დიახ, სახლში რაღაც ვიპოვე. მზისგან დამცვავის საშუალებები, დანაჩანგალი, ვენტილატორი და ასანთი. და მე მაქვს დამტენი, პლანშეტი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი. იმედია, ჩვენზე გაბრაზებული ასე ძალიან აღარ იქნება. იმედია, მოდი მივაკითხოთ. ლიმონათი, 1 ჩიქა $1. ლიმონათი. გამარჯობა, რა გვაქვს აქ? საკუთარი ბიზნესის გახსნა გადაწყვიტე? დიახ, ყიდი სახლში გაკეთებულ ლიმონადს, რომ ბევრი ფული ვიშოვო. მაგარია, შემიძლია ვცადო? არ შეეხო მას. ეს კლიენტებისთვისაა. კარგი რა, არ გინდა რომ მეგობას გაასინჯო? და მეგობრებმა რომ სახლში არ შემიფარეს? ისე მე ცოტაოდენი ფული შენ მოგეცი. უკვე დაგავიწყდა? კარგი. აიღე. ჰეი, მხოლოდ ნახევარი ჩიქაა. ამ კიდევ უფრო ნაკლები. რამდენი ფულიც იყო, იმდენია ლიმონადის. კარგი, მაინც გემრიელია. მადლობა ამისთვის. ჩვენ დაკ რაღაცეები მოგიტანეთ, რომ კომფორტულად იყო. ნორმალური საწოლი არ მოიტანეთ? არა, მაგრამ სახლში საძირე ტომარა მაქვს. თუ გინდა ახლავე მოგიტან. კარგი, მეც მოვიტანე რაღაც. გინდა ნახო? ახლა არა. ისე უნდა ვიმუშაო, რომ კლიენტები არ გამომეპაროს. შენ დაჯექი და იმუშავე. ჩვენ კი წავალთ და მოვაწყობთ ყველაფერს. დიახ, დამიჯერე. ძალიან გაგაკვირვებთ. თელდღის ლიმონათი დაყიდულია და ახლა ფული მაქვს. ამელკა, ვაიმე, თურმე ლიმონათი მომგებიანი ბიზნესია. შემიძლია მაღაზიაში წასვლა და ნორმალური პროდუქციის ყიდვა. დიახ, ეს საკმარისი იქნება, რომ კიდევ ერთი წვეულება მოვაწყოთ. არავითარი წვეულებები. მშობლებისგან მალე დავიშევი, როგორც გინდა. სხვათა შორის ჩვენ დავასრულეთ შენი საცხოვრების მოწყობა. გინდა ნახო? კარგი, მაჩვენეთ. მოდი წავიდეთ. ვა, ცუდი არა. მიწაზე ჯდომა არ მოგიწევს. ახლა შენ გაქვს კომფორტული, პატარა სკამები, მაგი და ჭამისთვის და სხვა ნივთები. ჩვენ ვიპოვეთ გრილი, რომელზეც შეგიძლია გემრიელი ლანჩის მომზადება. ასევე არის შეზლონგი და კიდევ მაცივარი სასმელებისთვის. თუ დაგცხება, შეგიძლია ეს ვენტილატორი ჩართო. აი.
ღამით კი თბილსაძე და ტომარაში დაიძინებ. დიახ, შეგიძლია დაივიწყო შენი პათეტიკური მუყაოს ნაჭერი. მე პლანშეტი მოგიტანე, რათა YouTube-ს უყურო. ისე ეგ საერთოდ მე მოვიტანე. ო, მართალია, კეთი მოიტანა. ვა, მადლობა გოგოებო, თითქოს კურორტზე ვარ. მოხარული ვართ რომ მოგეწონა. იმედი ახლა ცოტა ნაკლებად გაბრაზებული ხარ ჩვენზე, არა? დიახ, მე გპატიობ. მართლა? კი, შეგიძლიათ ჩემთან ერთად დარჩეთ. მაგარია, მოდი წვეულება მოვაწყოთ. სპიკერს მოვიტან. გითხარით რომ ხვამაღალი წვეულებები არა თქო. დამშვიდდი. ჩვენ გვექნება 7. წყნარი წვეულება. ასეთი არსებობს? რა თქმა უნდა, საჭმელს გრილზე მოვამზადებთ, სამაგიდო თამაშებს ვითამაშებთ და მზეზე ვინებივრებთ. საღამოს კი YouTube-ს პოპკორნით უყურებთ. შესაძლებელია თუ არა პოპკორნის მომზადება გრილზე? წესით კი? კარგია. გარეთ თურმე არც ისე ცუდია. მართალია? დიახ, ვფიქრობ რომ აქ 24 საათის გატარება შემიძლია. მომეცი კიდევ ერთი სასმელი. როგორ ჩანს ყველაფერი დავლიეთ. როგორ? უკვე? დიახ, ლიმონათი აღარ არის. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? დასალევი არაფერი გვაქვს. შეგიძლია კიდევ რამდენიმე ლიმონათი მოგვიტანო? დიახ, შემიძლია. მადლობა. ცოტა მეტი გააკეთე რომ შევინახოთ. ვეცდები, მაგრამ მეტი ლიმონი აღარ მაქვს. მათი შეზენა მაღაზიაში შეგიძლია. ფული უკვე გააქვს. დიახ, ეს მართალია. წადი მაღაზიაში და იყიდე, სანამ მზის აბაზანებს ვიღებთ ჩვენ. ან იქემ თქვენ წახვიდეთ? ჩვენ ძალიან გვინდა, მაგრამ ძალიან დავიღალეთ ამ ყველაფრის მოწყობისგან. დაღლილები ვართ. დიახ, ცოტა ხანს დავიშვენებთ და მერე დაგეხმარებით. არავითარ შემთხვევაში, ლიმონათი თუ გინდათ, ახლა ვედამეხმარეთ. და რა უნდა ვუყოთ მას? თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაწვროს ლიმონი. ვინც მეტ წვენს გაწვრავს, ლიმონადს მიიღებს. რა? მას ერთ-ერთი ჩვენგანი ლიმონათის გადაში დარჩება? დიახ, მას მოუწევს წყლის დალევა. 30 წამი. სად ხარ? სად ვარ? წავიდა. განაგზეთ. ვა! ძნელია ამის გაწურვა. დარჩა 10 წამი. განაგზეთ. მორჩა, დრო ამოიწურა. ახლა ჩვენ გავიგებთ გამარჯვებულს. აშკარაა რომ მეტი მაქვს. ეს არ არის სიმართლე. ახლა გავზომავ და გავარკვევ აუცილებლად. უნდა მოიგო. მე უფრო მეტი მაქვს, ხო გეუბნებოდი. აქ ლიმონათის ნაცვლად ფანტა იქნება. ცოტას არ დამალევინებ? კარგი, ასე იყოს. რამდენიმე ყუთს დაგალევინებ. მადლობა. სხვათა შორის მე ამელკა და ლუნა მშივლები ვართ. დიახ, არ დადგა დრო რომ გამოცადო შენთვის ნაპოვნი გრილი? დიახ, დროა. წადი და გამოსცადეთ. იცი მე და ლუნამ საჭმის კეთება საერთოდ არ ვიცით. დიახ, მოხარშვისაც ხორცის გაწვის მეშინია და მე საერთოდ არ ვიცით სისხლის გაჩენა. კარგი, მე თვითონ გავაკეთებ. არის გრილი, მაგრამ ნახშირი არ არის. სახლში შესვლა რომ შემეძლოს. ნახშირი, შეხედე მას, ფერი სახლია იყო და ახლა დივანზე ძინავს. როგორი სუნი ასდის. ამალკა, შენ ნამდვილი მზარეული ხარ. პირველი ჰოთ-დოგი მალე მზად იქნება. ვის სურს მისი ჭამა? მე შენზე მეტად ფშიერი ვარ, ლუნა. არა, მართალი, გილიდან არაფერი მიჭამია. მაგრამ გუში წვეულებაზე შენ თვითონ შეჭამე მთელი პიცა. მარტო შენ. ეს იყო გუში. ამალკა, მიდი მომეცი ჰოთ-დოგი. არა, მე მინდა. მოდი კიდევ ერთი გამოწვევა გქონდეს. კარგი, თანახმავარ. მეც. რა გამოწვევა? ქსოსის მივცემ იმას, ვინც საუკეთესო შიგთავსის ფუნთუშას გააკეთებს და როგორ? დაჯექით. აქ არის ინგრედიენტები ჰოთ-დოგისთვის. კარგიც და არც ისე კარგი. თქვენ უნდა ჩაყოთ ხელი იქ. ამოიღოთ შემთხვევითი ინგრედიენტი და ჩადოთ თქვენს ჰოთ-დოგში.
შენ მომფორმ ჩვეულებრივი კეჩუპის ნაცვლად შეიძლება შედედებული რძე მივიღო? ეს ცუდია. ო, შეიძლება. ასეთ ჰოთ-დოგს ნამდვილად არავინ არ შეჭამს. რაც ნიშნავს იმას, რომ არც სოსის მიიღებ. ასე რომ ეს ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. არ მიყვარს ასეთი გამოწვევები. შეგიძლია დანებდე და არ მიიღო მონაწილეობა. არა, მივიღებ მონაწილეობას. ასე რომ ჩვენ ვიწყებთ. კიტი პირველია. ჯანდაბა, რა დასაწყისია? შესქელებული რძე. ჩემი ჭერია. კეჩუპი. გაგიმართლა. კიტი, მიდი. კარგი, ამის ჭამა შეიძლება. აუ, წყალმცენარეები. რა მოხდა მერე? გონი გემრიელია. ჰოთ-დოგისთვისაც გამოდგება. ხუმრობ, საშინლად საზღარია. ყველი, ნორმალურია. ჩემი ჭერია. ლიმონი. ცუდია. არ გაგიმართლა. ლიმონი, წყალმცენარეები. იცოდი რომ ეს მთელი ლიმონი უნდა ჩადო ჰოთ-დოგში? არ შემიძლია ნაწილების მოჭრა? არა, ისე ეს ჩემთვის ზედმეტია. ასე რომ შესქელებული რძე. ლიმონი. სტაფილო. ჯანდაბა, მე მოგს წყალმცენარეები. ის ყარს. მოწვეთავს. მეტი ჩადე. ეს არც კი ეტევა. ასე რომ დროა შევაფასოთ ჰოთ-დოგები. ასე რომ მე მაქვს შესქელებული რძე, კორეული სტაფილო და კველი. შესქელებული რძე რომ არა, ჰოთ-დოგი არც ისე ცუდი იქნებოდა. იქნებ ჰოთ-დოგი ცოტა დაატკბოს და კარგიც კი გამოვიდეს. ახლა ჩემი, მე მაქვს წყალმცენარეები, ლიმონი და კეჩუპი. გონი ყველაზე ცუდი ჰოთ-დოგი შენ გაქვს. დიახ, გეთანხმები. ლიმონი კი კარგია, მაგრამ ეს წყალმცენარეები, კიტი 10-დან 8 ქულას გაძლევ ჰოთ-დოგისთვის და ლუნას 5-ს. ანუ გამოდის რომ გავიმარჯვე? დიახ, გამარჯვებული იღებს სოსის. შეგიძლია მიირთვა ჰოთ-დოგთან ერთად. ამით? ახლის გაკეთება არ შეიძლება? რა მოხდა? აღარ გონია რომ შენი ჰოთ-დოგი გემრიელია? არა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ის შენზე უფრო გემრიელია. თუ მინდა სახლში უფრო მეტი არის. სახლში? იქ პოლიციელი არ ზის? ახლოს ძინაოს, უმას არ გააღვიძებ, შეგიძლია შეხვიდე. არც კი ვიცი, გავრისკო თუ ჭამოეს? არ ვიცი. ამელკა, როგორც ჩანს, აქ წერილი გაქვს. ეს არის მშობლებისგან. ძვირფასო ამელია, ჩვენ წერთ ქაღალდზე, რადგან ტელეფონზე არ პასუხობ. და რატომ არ პასუხობ? ჩემი ტელეფონი დამზდარია, დასატენი არ მაქვს. რას გულისხმობ? ჩვენ მოგიტანეთ გენერატორი. არის მასში ბენზინი? ბენზინი დაგვავიწყდა. მე და მამა აქ ისეთ კარგ დროს ვატარებთ, რომ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი კვირა დავრჩენილიყავით. სიყვარულით, დედა. ვაიმე, კიდევ ერთი კვირა სახლში მარტო. ალბათ შენ ქუჩაში კიდევ ერთ კვირას გულისხმობ. ოღონდ ეს არა, თუ მშობლები არ მოვლენ, ვინ გადაიხდის ჯარიმას? დიახ, ქუჩაში ცხოვრება არ არის მაგარი. ვისვინე ჯარიმა რამდენია? აი ღმერთო ჩემო, არ მგონია ბევრი იყოს. ერთად შეგვიძლია ამის გადახდა. ჩვენ გადავიხდით. შენ გთავაზობ ფურის შოვნას და ჯარიმის გადახდას? ატომაც არა? შენ უკვე გამოვიმუშავე ცოტა ლიმონადით. არა? დიახ, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ჰოთ-დოგზე დავხარჯეთ. ჩვენ შეგვიძლია დავყიდოთ ჰოთ-დოგი. ან ნაგავში ვიქექოთ. იქ შეიძლება რამე ღინდებული ნივთი იყოს. სწორედ ამას გავაკეთებთ. შენ და მე ჰოთ-დოგს გავყიდით და მე ვიმუშავებ პოსტალიონად. და პოსტალიონად რატო? წერილის უკანა მხარეს წერია: პოსტაში საჭიროა თანამშრომლები. მე კი მანქანის სამრეცხაოში ვიშოვის ამ სახურს. შეეხება ნაგავს? არა, მანქანის სამრეცხაო ჯობია. კარგია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვიშოვოთ საკმარისი ჯარიმის გადასახდელად. წერილი მშობლებისთვის და ისინი ჩემზე წუწუნებდნენ. ნახოთ რა წერია აქ. მოსაწვევი წვეულებაზე. რა დამთხევა.
სულ ხარ, მაგრამ ისინი არ მოდიან წვეულებაზე. მოიცადე, რეკლამა სულ დამავიწყდა. როგორ გაიგოს ხალხმა რომ მე ვყიდი hot dogs? ეს ნიშანი არ გამოდგება. მომხმარებელთა მოწვევა ძველმოდურად მჭირდება. hot dog-ები, ახალი hot dog-ები, hot dog-ები, მოდით დაიყიდეთ. შვადღე მშვიდობისა ოფიცერო, გინდათ hot dog-ი? დიახ, ერთი გთხოვთ. ლიმონადი გააქვთ? უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ლიმონადს უკვე აღარ ვყიდით. რა სამწუხაროა, ცივ ლიმონადში ბევრს გადავიხდიდი. ბევრს გადაიხდიდი? მაშინ აქ დამელოდე. ისე მგონი ერთი ჭიქაკი გამოვიდა. აიღეს. გამომართვით. მადლობა. მაგარია, ერთი კლიენტი და უკვე ამდენი ფული. ამელკა, მალე სახლში იქნები. და აი პირველი კლიენტი. როა საქმეს შევუდგე. ერთი ტილოთი მუშაობას დიდი ხანი მოუნდები. სწორედ ეს ჭირდება. მადლობა. ცუდი ნამდვილად არ არის. იქებ საკუთარი ავტოსამესხაო გავხსნა? ანოკა, როგორ მიდის საქმეები? კარგად. მე მივიტანე მთელი პოსტა. ისე თითქმის ყველა. ფურის შოვნას მოვახერხე. ეს საკმარისია შენი ჯარიმის გადასახდებლად? შეიძლება თუ კიტის ფულსაც დავამატებთ. როგორ მიდის საქმეები? იპოვე კლიენტები? მხოლოდ ერთი, მაგრამ იგი ძალიან გულუხვი იყო. მართლა? მოდი მაჩვენე რამდენი გადაიხადა. აი შენი წილი. მოიცადე, რას დიშტავს ჩემი წილი? და დანარჩენი ფული? და ეს არის ჩემი სამუშაოსთვის. მე მეგონა რომ შენ მე მეხმარებოდი. დიახ, ამოკას ფერი ფული მივეცი. დაგავისყა ვინ გამოაგდო სახლიდან? კარგი, მართალი ხარ. აიღე. აბა, ამელკა, საკმარისია? დიახ, საკმარისია. ასე რომ ახლა შენ დაბრუნდები სახლში. ეს უნდა აღინიშნოს. ჩარტი ხელი. მაგარია სახლში ცხოვრება. დიახ, მთელი კვირა მშობლების გარეშე. ჩვენ აქ ყოველდღე ვიქნებით. თავარია მუსიკა, ამაყალზე არ ჩავთოთ. მე უკვე გავიგე, აღარ გავაკეთებ. ამელკა, კიდევ ერთ მოხიტოს მოგვიტან? დიახ, ახლავე ზარმაცებო. გოგოებო, იქ? სად არის ჩვენი მოხიტო? დაივიწყეთ მოხიტო. ეზოში მგონი მშობლები არიან. მშობლები? ამელკა, სახლში ვართ. ჩვენ გადავწყვიტეთ ადრე მოვიდეთ, რომ ნახოთ როგორ ხარ. კარგი გოგოებო, წვეულება დასრულდა და ჩვენ საქმე ცუდად გვაქვს. და ეს ვიდეო დასრულდა. ბავშვებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და ჩვენ გავიქეცით ამელკას მშობლებისგან დასამალად. ნახვამდის ყველას.